მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: წარმოსახვა უფრო გვტანჯავს, ვიდრე რეალობა. ციტატის ავტორია მე-19-20 საუკუნების მიჯნაზე მცხოვრები სერბული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ნიკოლა ტესლა. აქვე ვიტყვი, რომ ილონ მასკმა თავის ელექტრომობილს ტესლა სწორედ დღევანდელი ციტატის ავტორის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაარქვა. ნიკოლა ტესლას თანამედროვეები თურმე ასე უწოდებდნენ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც მე-20 საუკუნე გამოიგონა. მას მართლაც 300-ზე მეტი გამოგონება ჰქონდა დაპატენტებული. მართალია ტესლას იცნობდნენ როგორც გენიალურ გამომგონებელს, მაგრამ ამავე დროს მას იცნობდნენ როგორც უცნაური ხასიათის მარტოსულ ადამიანს. არ ყავდა ცოლ-შვილი და ამბობდა, ჩემი შვილები, ჩემი გამოგონებები არიან, ქალი დიდებული არსებაა, მაგრამ მე მისი ღირსი არ ვარო. და პატარა ციტატასაც წაგიკითხავთ, არა მგონია დაასახელოთ მრავალი დიდი გამოგონება, რომლებიც დაქორწინებულ მამაკაცებს შეუქმნიათ. აი ასეთი იყო მისი შეხედულებები. სანამ საუბარს გავაგრძელებ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. ახლა წარმოსახვას და რეალობას დაუბრუნდეთ. მინდა რომ თეატრით დავიწყოთ. თეატრში არსებობს რეალობა, ავტორის ტექსტი და არსებობს წარმოსახვა. ეს ეკუთვნის რეჟისორს და სწორედ ეს წარმოსახვა განსაზღვრავს პიესა როგორ, რა სახით, რა შინაარსით, რა ფორმით მივა მაყურებლამდე. გადაცემაში დღის კოდი რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ჩემთვის საინტერესო რამ თქვა. როცა ტექსტის ავტორის გრძნობათა ბუნებასთან რეჟისორის წარმოსახვა კონფლიქტში მოდის, რეჟისორი ძალიან იჩაგრებაო. ესე იგი, თუ ტექსტი და წარმოსახვა ერთმანეთს დაუპირისპირდა, თურმე ამ დროს წარმოსახვა იჩაგრება. არა და ერთი შეხედვით თეატრში რეჟისორის ნება ყველაფერია, სცენარი მისი სივრცე და შეუძლია, რომ თავის წარმოსახვას ფრთები ბოლომდე შეასხას, მაგრამ თურმე ასე არ არის. როგორც დავით საყვარელიძემ თქვა, დიდმა ავტორმა რეჟისორის წარმოსახვა შეიძლება უმეცრებად გამოაჩინოსო. აი როგორ ახსნა მან ეს მოვლენა. დავით კლდიაშვილზე უკეთესად როგორ უნდა შევქმნა სამყარო. დავიჩაგრები, ხალხიც არ მიიღებს. ლიტერატურულ ქსოვილს ვერ დაარღვევ. თუ მაინც ეცდები, დიდი ვარდნა გემუქრება. ციტატის დასასრული. გამოდის, რომ თეატრში არსებობს ზუსტი რეცეპტი, როგორ უნდა აკონტროლოს თავის წარმოსახვა რეჟისორმა ისე, რომ ის ტანჯვის წყარო არ გადაექცეს, ფაქტობრივად უნდა მიყვეს ტექსტს, უნდა მიანიჭოს უპირატესობა ტექსტს და თავის წარმოსახვას უნდა ლაგამი ამოსდოს, რაღაც ჩარჩო უნდა მოძებნოს თავისი წარმოსახვისთვის ტექსტიდან გამომდინარე. მეორე მხრივ ჩარჩო და საზღვრები სწორედ რეალობას აქვს. წარმოსახვა კი უსაზღვროა და ეს არის მისი ბედნიერებაც და უბედურებაც. თუ რეალობაში ადამიანს ერთი პრობლემა აწუხებს, წარმოსახვამ შეიძლება ეს პრობლემა 1000 სხვადასხვა სახით დახატოს. რეალობაში თუ პრობლემა მოგვარდება, წარმოსახვა შეუძლია კიდევ დიდხანს იტრიალოს, ამ პრობლემის ირგვლივ წარსულსაც გადაწყვეტს, მომავალსაც გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, წარმოსახვას ყოველთვის შეუძლია, რომ რეალობა დაამძიმოს. იმის ნიშნად, თუ რამდენად შეუძლია, რომ რეალობა დაამძიმოს წარმოსახვამ, ერთ ამბავს გიამბობთ. გუშინდელი ციტატის ავტორი, ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ დე მონტენი, თავის ერთ-ერთ ესეში, რომელიც მან მიუძღვნა სწორედ წარმოსახვის საფრთხეებს, ასეთ რამეს წერს. ერთი აზნაურიო სტუმრებს დიდებულად გაუმასპინძლდა და მეოთხე დღეს ხუმრობით უთხრაო, რომ კატის ხორცის პაშტეტი მოგართვითო. ხო და რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ერთი სტუმარი ქალბატონი ისე აღელვებულა, ისე ცუდად გამხდარა, მუცლის გვრემა დაეწყო, ციებ-ცხელება დაეწყო და ვეღარ გადაარჩინეს. აი ამას ამბობს მონტენი უკაცრავად, რომ
წარმოსახვას მთლიანად შეუძლია რომ მოიცვას ადამიანი და ისე რომ სახსალამათი ქალი მოკლა აგერ წარმოსახვამ რომ კატის ხორცი ქონდა ნაჭამი, თუმცა არაფერი მაგის მსგავსი არ იყო მომხდარი სინამდვილეში. ალბათ ეს ქალბატონი განსაკუთრებულად მგრძნობიარე იყო. ახლა ერთ ამბავს გიამბობთ განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთან დაკავშირებით. ეს ადამიანი არის ნინიკო მორბედაძე, ქართველი მხატვარი. მე უფრო მეტად მგრძნობიარე ადამიანი და უფრო მეტი წარმოსახვის მქონე ადამიანი უბრალოდ ცხოვრებაში არ შემხვედრია. ქალბატონი ნინიკო სტუმრად მყავდა, მისგან ინტერვიუ ავიღე და იმდენად გაოგნებული ვიყავი მისი გამოფენით და იმით, რაც ამ გამოფენაზე ვნახე, რომ მინდოდა რაღაცა ჩემთვის გამერკვია რა იყო წყარო იმის, რასაც ხედავდი მის შემოქმედებაში. და ვხედავდი რას, ახლა სიტყვით ვერ მოგიყვებით ნახატებს, მაგრამ ამას კი გეტყვით, რომ მის ნახატებზე არის ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებიც არ ვიცით, არაფერს არ გვანან, რაც ცხოვრებაში გვინახავს, არ ვიცით კოსმოსიდან არიან ჩამოსულები, თუ ჯოჯოხეთიდან არიან ამოსულები. ერთი სიტყვით ძალიან უცნაური და უცხო მხატვრული სამყაროა. და აი მინდოდა რომ რაღაცნაირად გამერკვია საფუძველი რა იყო ამ სამყაროსი და ერთ-ერთი კითხვა ასეთი დავუსვი რომ ბავშვობისას ვინმე სიკვდილს თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ხო არ მოუხდენია მეთქი და აი რა მიამბო ქალბატონმა ნინიკომ. ახლობლის ბებიაო, ძალიან ცუდად იყო, დამბლა ქონდაო და მივედი სანახავად და დავიხარე რომ მეკოცნაო და ეს ქალიც წამოიწიაო. არა და ვიცოდი რომ განძრევა არ შეიძლებოდა მისი და მეორე დღეს ქალი გარდაცვლილა და აი ამ მგრძნობიარე ბავშვის გონებაში ჩარჩა აი ეს წარმოდგენა შიში იმასთან დაკავშირებით რომ მე ხო არ ვარ დამნაშავე მის სიკვდილში, იმიტომ ხომ არ მოუკვდა რომ მე ბოლომდე არ დავიხარე მისკენ და ისე არ ვაკოცე და ის წამოიწია და გაინძრა და ამა ხო არ გამოიწვია მისი სიკვდილი და ეს შთაბეჭდილება, ეს წარმოდგენა იმდენად ღრმა იყო რომ ფაქტობრივად წლების განმავლობაში გაყვა ბავშვს. არ ვიცი ამ შთაბეჭდილების გავლენით თუ რამ სხვა იყო მიზეზი. მე-6 კლასიდან მე-10 კლასამდე ნინიკო მორბედაძის წარმოსახვა ცხადად ხედავდა რაღაც თავისებურ მიწისქვეშა სამყაროს, აი თითქოს მეტრო იყო და აქ ფილაქანზე დადიოდნენ მწვანე არსებებიო, ჭინკებს ვეძახდიო, ესეთ კაცად-კუცით დადიოდნენ და თავისი მეფე და დედოფალი ყავდათო და ციტატა მინდოდა მათ უძლეველი ვგონებოდი და ვეგონე კიდეც. მინდოდა გონებოდათ რომ მე ვარ უკვდავი და ყოვლის შემძლე და ვაჯერებდი ამ არსებებს რომ ისინი იყვნენ ჩემი მონები და მე კი მათი მონა არ ვიყავი. ციტატის დასასრული. შემდეგ, როდესაც უკვე დასრული ადამიანი გახდა, ნინიკო მორბედაძე ხშირად ხედავდა ერთ სიზმარს და ეს სიზმარიც გამიზიარა და ეხლა მეც წაგიკითხავთ ისევ ციტატას სიზმარში ვიზრდები ძალიან მრავალსართულიანი სახლის ხელა. ხდები ტირანოზავრი და ქუჩაში მივდევ ხალხს. ურჩხულის საზარელი ხმა ამომდის პირიდან. ხალხი ქუჩებში ქაოსურად დარბის და მე მათ დავდევ. რომ გავიღვიძებდი, ვფიქრობდი, არ ვარ სადისტი და ცუდი ადამიანი და რატომ ვხედავ ამ საშინელ სიზმარს. მერე მივხვდი და რაც მივხვდი იმის მერე ეს სიზმარი აღარ მინახავს, მივხვდი იმას რომ მე თვითონ მეშინია რეალურ სამყაროში და ამიტომ იქით ვაშინებ ხალხს წარმოსახვით სამყაროში. ციტატის დასასრული. ჩემი აზრით ნინიკო მორბედაძე ის ადამიანია, რომელსაც ნამდვილად წარმოსახვა უფრო ტანჯავდა და შესაძლოა დღემდე ტანჯავს ვიდრე რეალობა, მაგრამ სწორედ ეს ტანჯველი წარმოსახვა უდევს საფუძვლად მის ძალიან უცნაურ განუმეორებელ მხატვრულ სამყაროს, რომელიც არის ავტორის განუყრელი ნაწილი და ენერგიით ძალიან დატვირთული, აი უსაშველოდ დატვირთული ნაწილი და საკმაოდ რთული.
დიახ, წარმოსახვის ერთი ფუნქცია ეს არის, რომ შემოქმედებას ახლის ქმნადობას დაედოს საფუძვლად, იქნება ეს ნახატი, თუ იქნება მეცნიერული გამოგონება, თუ იქნება ლექსი. გამოგონებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ თვითონ ტესლას ჰქონდა ისეთი წარმოსახვის უნარი, სრულიად განსაკუთრებული, რომ ის თავის გამოგონებებს არ ხაზავდა არასდროს. მის წარმოსახვაში იბადებოდა რაღაც ინოვაცია, იქ მუშავდებოდა ბოლომდე, იქამდე რომ აი ცვეთის ხარისხსაც კიო გონებაში გაივლიდაო და მხოლოდ ამის შემდეგ რეალობაში ამზადებდა იმას, რაც მის გონებაში, მის წარმოსახვაში უკვე თავიდან ბოლომდე იყო დამუშავებული. ესეთი უცნაური ნიჭი და უნარი ჰქონდა ამ ადამიანს. ხო, ლექსი ვახსენე და ახლა ლექსთან დაკავშირებით მინდა გავაგრძელო. წარმოსახვის კონტექსტში შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ქართული პოეზიის შედევრი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „პოვე ტაძარი“. აი ეს ლექსი გვიჩვენებს, რომ წარმოსახვა შეიძლება მართლაც უფრო მტანჯველი იყოს ვიდრე რეალობა და ბარათაშვილის ცხოვრება ვინც ვიცით და ვისაც საქართველოს სკოლაში გვისწავლია, არ გვიკვირს, მის ცხოვრებაშიც ბევრი ტანჯვა იყო, მაგრამ ამ ლექსში მისი ტანჯვის ხარისხი წარმოსახვის მეშვეობით სწორედ უფრო მკაფიოდ არის ნაჩვენები, ვიდრე მის პირაწერილებში, ან თქვათ მისი ბიოგრაფიის მშრალ ფაქტებში. ლექსის პერსონაჟი სოფლის გზირი ცხოვრებისგან დამაშვრალი, დააღლილი ადამიანი უდაბნოში პოულობს ტაძარს. შედის ტაძარში ანთებული არის მუდამ სამარაჯამო ნათება, ლამპარი და ანგელოზები გალობენ. და აი შედის ტაძარში და გზირიც ირავს ამ ტაძარში თავის სიყვარულს და გამოდის, რომ ალუდა ქეთელაორივით მღვდელიც თვითონ არის, მრევლიც თვითონ არის, მისია ეს ტაძარი თავიდან ბოლომდე და ნეტარებით სავსე ფიქრობს, რომ აი მიაგნო სამუდამო სასუფეველს, დაისვენა თავის ტანჯვისგან. მაგრამ საწუთრო განავისმეს დიდხანს ახარებს, განქრა ტაძარი და უდაბნო ჩემდა მდუმარებს, მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არასადარებს, მის ნაცვლად სევდა და წყდიადი დაისადგურებს. პოეტის მიერ წარმოსახული ეს ქვიშაზე აშენებული ტაძარი ძალიან მალე ქრება და მწირის გულს ისევ მოიცავს წყდიადი. და ეს წარმოსახვა, რომელიც ჯერ სამუდამო დასვენებას, სამუდამო ხსნას გპირდება და მერე ისევ გტოვებს ობლად და მიუსაფრად, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მტანჯველი არის ვიდრე რეალობა. ოღონდ ტანჯული ცხოვრება ბადებს ამ მტანჯველ წარმოსახვებს, თუ პირიქით, მე ამის პასუხი არ მაქვს და შესაძლოა პასუხი ფსიქოლოგებმა კი იცოდნენ. ამ დიდ დრამებთან რა მოსატანია, მაგრამ პირადად მე ბავშვობისას უფრო ტანჯავდა წარმოსახვები ვიდრე შემდეგ და ეს წარმოსახვები, ჩემი ბავშვობის წარმოსახვები ყოველთვის ოჯახის წევრებს უკავშირდებოდა. მაგალითად, მამამ დააგვიანა სამსახურიდან დაბრუნება, ჩემი წარმოსახვა მეუბნება, რომ ვაიმე ავარია მოუვიდა, ასე მოხდა, ისე მოხდა და სანამ ამ ძრავის ნაცნობ ხმას არ გავიგებდი ეზოდან, მანამდე ჩემი წარმოსახვა მოკეთ ყველაფერს აშინელებას ხატავდა. ესე იყო მეორდებოდა. შემდეგ იყო და დედას არითმი აქვს, ვაიმე სასწრაფოდ დაიგვიანებს და დავიღუპები, ესეც მეორდებოდა, ეს ათასნაირი წარმოსახვა ჩემ გონებაში და რა თქმა უნდა, რეალობა არ იყო ისეთი მძიმე, როგორც წარმოსახვა, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმს სინამდვილეში ბევრად მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ეს წარმოსახვამ შეიძლება დახატოს მაშინ, როდესაც გეშინია და მიდრეკილი ხარ იქით, რომ რაღაც ცუდზე იფიქრო და წარმოსახვა ძირითადად ამას გეუბნება, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, რაც რეალობაში სინამდვილეში არ მოხდება. ბოლო წლებში კი წარმოსახვა მხოლოდ იმ კუთხით მაწუხებდა, რომ თუ ვინმესთან ურთიერთობაში რამე უთქმელი და გაურკვეველი დამრჩებოდა,
შემდეგ ჩემი წარმოსახვა, ჩემი გონება მუდმივად უბრუნდებოდა ამ ურთიერთობას, ვთქვათ, დიალოგს და ფიქრობდი, იმან ეს ვითხრა, მე ეს უთხარი, იმან ეს მიპასუხა, მე ეს უპასუხე და მუდმივად ვატრიალებდი თავში იმ საუბარს, რომელიც არ ყოფილა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ამას ვატრიალებდი ჯერ ასე, შემდეგ ისე, შემდეგ ისევ და ბევრნაირად. ალბათ ნაცნობი ფენომენია, ბევრ ადამიანს მსგავსი რამ გამოუცდია, არ არის ნამდვილად სასიამოვნო პროცესი, ცხოვრების ხარისხს გაკარგინებს ზოგჯერ და შემდეგ ძალიან ჭკვიანი ადამიანისგან მოვისმინე, რომ წარმოსახვა უნდა აკონტროლო ზუსტად იმისთვის, რომ ცხოვრების მაღალი ხარისხი შეინარჩუნო. როდესაც მიხვდები და ეს უნდა გააკონტროლო, რომ ერთხელ გონებაში გავვლილ ამბავს მეორედ, მესამე და მეხუთედ უბრუნდები, იმ წუთას უნდა განგაში სიგნალი ჩართო და აღარ დაბრუნდე იქ. ესე იგი, ერთი და იმავეს გონებაში მრავალჯერ გამეორების საშუალება და უფლება შენს თავს არ უნდა მისცე. სხვათა შორის მშვენიერი წამალი გამოდგა ეს რჩევა, მე ძალიან დამეხმარა და შეგიძლიათ თქვენც ცადოთ, რომ საკუთარი წარმოსახვა აკონტროლოთ. ახლა კითხვა მაქვს თქვენთან, როგორ ფიქრობთ, ადამიანის ტანჯვის მეტი რეალობიდან, ანუ გარედან მოდის, თუ წარმოსახვიდან, ანუ შიგნიდან. რა უფრო მეტად ტანჯავს ადამიანს, ფაქტი თუ ვარაუდი ან განუხორციელებელი შესაძლებლობა. პირადად თქვენ როგორი გამოცდილება გაქვთ? თუ მომწერთ, ნამდვილად ძალიან გამიხარდება. დღეს ამით დავასრულებ ნიკოლა ტესლას ჩემთვის მაინც იდუმალი ციტატის კომენტარს და შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით, მანამდე შევეცდები, რომ ამ კვირის ციტატებიდან ფრაგმენტები გამოვაქვეყნო ყოველ დღე სხვადასხვა პლატფორმაზე და ასე დაგიბრუნდეთ ხოლმე. გემშვიდობებით, გიტოვებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და რა თქმა უნდა, ჩემი დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად.